შემოდგომის მწიფე ფერები. ასე გამოიყურება დეკემბრისთვის პირველ რიცხვებში ვაზის ვენახი. ასეთია იმ ნაშრომი ხელებით მოწეული მოსავალი, რომელიც ხშირად გვინახავს სოფელში ჩვენს ბაბუებს, პაპებს და ბებიებს, ბაბოებს რომ აქვთ. ხელები მშრომელი გლეხისა, რომელიც ინახავს ახალ თაობას და ცდილობს უსიტყვოდ უთხრას სათქმელი. გადასცეს და დაუტოვოს კვალი წარუშლელი შვილებს და შვილიშვილებს. რომ გაუფრთხილდეს, იშრომოს და რომ გემო ნაშრომისა თვითონ თავისივე მოწეული ნაჯაფი ხელებით იგემოს. შეიგრძნოს იმ ღირებულების მთავარი წამი, რას ნიშნავს შრომა და ის, რას ნიშნავს მადლიანი მიწა. უნდა დავაფასოთ სათანადოდ ღვთისგან ბოძებული თითოეული გოჯი მიწა, სადაც ვდგავართ. ის ჩვენ ყველაფერს გვაძლევს, რაც გვჭირდება. ეს თითოეული ყურძნის მტევანი ჩვენთვის ქართველებისთვის მხოლოდ ხილის ნაყოფი როდია. ეს არის მთელი ისტორია, მთელი ჩვენი წილი საქართველოა და ვაზის დანახვა პირდაპირ ასოცირდება ქართულთან, ქართველთან, საქართველოსთან. ეს ჩვენი სამშობლოა, ულამაზესი და მრავალი წალკოტის მქონე, 64 მაგვარი დაუჯერებლად ლამაზი ქვეყანა საქართველო.